აღინიშნება ნიკორწმინდის ამ უნიკალური ძეგლის 1000 წლის იუბილე გრანდიოზული თარიღია და სწორედ ამასთან დაკავშირებით მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევითა და ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგის თაოსნობით მართლაც გრანდიოზულად აღინიშნება ეს თარიღი. ამ თემაზე სასაუბრო ჩვენი სტუმრები არიან ნიკორწმინდის ეპარქიის წარმომადგენელი იღუმენი დიონისე ბორცგული და გალა კონცერტის ერთ-ერთი შემსრულებელი, ყოველთვის საყვარელი ქალბატონი თამარ ჭოხონილიძე და რატომ ქალბატონი თამარი და რა ფორმით წარიმართება კონცერტი ამაზე უკვე ქალბატონი თამარი ისაუბრეს. მამაზ დიონისე, ქალბატონი თამარ, დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მამო განსაკუთრებით თქვენ, იმიტომ რომ ესე იგი ნიკორწმინდა ჩამოხვედით, ნიკორწმინდაში მიდიხართ, იმიტომ რომ განსაკუთრებული მზადებაა უამრავი სტუმრით, დიდი სიხარულით მისი უწმინდესობა ესტუმრება რაჭას. მოდით გითხარით იდეა საიდან გაჩნდა, რატომ არის ორდღიანი ეს ღონისძიება და რა დაგეგმილია რეები იქნება ამ დროს განმავლობაში, რას ვიხილავთ და რას ნახავთ. დილამ მშვიდობისა, მოგესალმებით. ძალიან დიდი სიხარულია თქვენს ტელევიზიაში მყოფობა ჩემთვის. წინსრებით მის უწმინდესობას მიულოცა ევანგელოზის დღეს, უერთდები თქვენს მილოცვებს. რაც შეეხება ნიკორწმინდის 1000 წლის იუბილეის აღნიშვნას, მოგეხსენებათ ნიკორწმინდა არის საქართველოს ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული ძეგლი, რომელიც იმსახურებდა ღირსეულ აღნიშვნას. 2014 წელს ნიკორწმინდა შეუსრულდა 1000 წლის იუბილე, მაგრამ მოგეხსენებათ აც განსვენებული მიტროპოლიტი ელისე იმ დროისათვის იყო ძალიან ავად და ვერ მოხერხდა სათანადო აღნიშვნა ამ თარიღისა. აქედან გამომდინარე, როდესაც მეუფე ვახტანგი ეკურთხა ნიკორწმინდელ ეპისკოპოსად და მიმოიხილა მდგომარეობა, განისაზღვრა, რომ ჩატარებული იყო ძალიან მასშტაბური ღონისძიება და ისეთი, როგორც შეესაბამებოდა ამ ტაძარს. დაგეგმილია ორდღიანი აღნიშვნა უშუალოდ რაჭაში, რაც მოიცავს პირველ დღეს იქნება ამბროლაურში საკათედრო ტაძრის გახსნა, შემდეგ საღამოს 6 საათზე იქნება რაჭის ისტორიული ფოტოების და რაჭის ეკლესიური ცხოვრების ისტორიული ფოტოების გამოფენა. ასევე კვირას 7 აგვისტოს დილის 10 საათზე მისი უწმინდესობა აღავლენს საღვთო ლიტურგიას ნიკორწმინდის ტაძარში. შემდეგ დღის 2 საათზე მოხდება ახალი სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის კურთხევა, რომელიც იქნება ნიკორწმინდის მიმდებარედ. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ნიკორწმინდა მე-16 საუკუნემდე ატარებდა მონასტრის სტატუსს. აქედან გამომდინარე, მეუფე ვახტანგის ლოცვა-კურთხევით იწყება გრანდიოზული მშენებლობა, რომელიც მოიცავს სამონასტრო კომპლექსსა და ასევე საეპისკოპოსო კათედრის აშენებას. ხოლო შემდეგ გაიმართება საღამოს 6 საათზე მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით გაიმართება რაჭის განვითარების პროგრამის პრეზენტაცია, რომელსაც დაესწრებიან სხვადასხვა საზოგადო მოღვაწეები და შემდეგ უკვე 7 საათზე ჩატარდება გალა კონცერტი და აი ამ სახით შევეცდებით მოვეფეროთ ამ შესანიშნავ ტაძარს. შეიძლება კონცერტი. ხო, კონცერტი სანამ გადავიდოთ არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ როგორც რაჭოს დაგაცდი, გავიწევით ცოტა გვერდზე. თუმცა სანამ გადავიდოთ კონცერტზე არ შეიძლება არ აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ სწორედ ამ გრანდიოზულობის გამო ჩვენ რა თქმა უნდა ყველა რაჭველი შესაძლებელი იქნება ეგ და არა მარტო რაჭველები, მთელი საქართველოს დაპატეჟებული სინოდი, მთავრობის წევრები, კულტურის მოღვაწეები და ორგანიზაციები. დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მისტერთა წევრთან ერთად, ასე რომ ძალიან მასშტაბური იქნება. რაც შეეხება კონცერტს, ესე იგი ჩვენი სურვილი, ჩვენი როგორ მეუფის სურვილი იყო, რომ კონცერტში მონაწილეობა მიიღოთ სოფლიოში წარმატებულ და ძალიან დამსახურებულ რაჭველ შემსრულებლებს. ესე გამოდის, რომ რაჭველები ჩამოდიან და რაჭველებს ულოცავენ ამ დიდ დღესასწაულს. მე აქვე მინდა მადლობა გადავხადო ყველას, იმიტომ რომ ძალიან ბევრი უცხოეთიდან ჩამოვიდა. ერთ-ერთი, რომელიც მიიღებს ამ კონცერტში მონაწილეობას უდაოდ, ეს არის თამარ ჭოხონილიძე. უთხრათ მაყურებელს, რომ ესე იგი 7 საათზე აქ მადლობა საზოგადოებრივ მაუწყებლად პირდაპირ ეთერში იქნება კონცერტი, გალა კონცერტი, ნიკოლოზ რაჭველის ადირეჟორო პუნქტთან და სცენაზე რაჭველი მუსიკოს შემსრულებლები, სანამ თამრიკო გადმოვწყვეტ. ვინც არ ვართ რაჭველები, რომ ჩამოვიდეთ ხომ შეიძლება? აუცილებელიც კი, მაგას ყველას ვეპატეჟებით. მონაწილეობას ყავს რაჭველი და ნუ ჩემი შვილებით ბუნებრივი ახლა მონაწილეობას იღებენ, ესე იგი ნიკოლოზ რაჭველი, სიმფონიური ორკესტრი, პატრიარქის გუნდი, თამარ ჭოხონილიძე, ნანი ბრეგოზე, ანიტა რაჭველიშვილი, გია გაგნიძე, ნატო მეტონიძე, ანსამბლი შვიდკაცა, თეონა დვალი, ანზორ ხიდაშელი, არ მინდა კიდევ. ნახნათ მეტი რაჭველები. მარიამ როინიშვილი, ნატალია ქუთათელაძე, ქალბატონ თამარ. ისინი ნახევრად რაჭველებია. რაჭველების შვილები არიან. ხო, რაჭველები. რაჭა ესე. რამდენი ვარსკვლავი აჩუქა რაჭამ საქართველოს. ქალბატონ თამარ, აი თქვენც გითხარით ამ ორენას ორი სიტყვა და ამ კონცერტს თავის თავად. პირველ რიგში ყველას ვინც ამას ასე ვთქვათ, რაღაცას თავი დაადგა, როგორც იტყვა, მადლობა მინდა უთხრა აი ამ საოცარი ღონისძიებისთვის, იმიტომ რომ
კი ჩვენ ვიძახით რომ რაჭა ძალიან კარგია და რაჭა ძალიან ლამაზია მოდით ნახეთ ეს რაჭა მაგრამ რაჭას კიდე სხვაგვარი მოფერება და პატრონობა სჭირდება და დაიწყო ეს პატრონობა აი ჩანს ამ ყველაფრისგან და არა პატრონობაში მე გულისხმობ იმას რომ არა მხოლოდ დავუშვათ პოპულარიზაცია არამედ თვითონ რაჭას უშუალოდ სჭირდება ჯერჯერობით სხვა ბევრი მხრიდან გვერდში დგომა და ეს ასეც იქნება მე ამაში დარწმუნებული ვარ მე არ შემიძლია რომ მონაწილეობა მიმეღო რა თქმა უნდა ჯერთ იმიტომ რომ ჩემი ვთქვათ ძირი რაჭაა და მე იმიტომ რომ თუნდაც ჩემი დიდი ბაბუა და მისი მამა ექვთიმე ჭოხონელიძე და შემდგომ უკვე ევსევი ჭოხონელიძე ისინი სწორედ აი გლედნენ და მოღვაწეობდნენ რაჭაში ამიტომ მე რაღაც კიდე სხვა სიამაყე მაქვს და სრულიად სხვა ზურგი მაქვს როგორც იქნება ამ თვალსაზრისით და რაც შეეხება კონცერტს მე ნუ მინდა გითხრა რომ ეს ძალიან ამაყივა რა თუნდაც იმით რაც ჩამოთვალე ის ადამიანები ვინც უცხოეთში მოღვაწეობენ და აი ასე უთქვამენ სახელს საქართველოს აი ხაზგასმით საქართველოს ისინი ჩამოდიან თავის კუთხეში და ხო ეს ერთია და საერთოდ არ მიყვარს ოდესაც ამბობენ ხომ მე რაჭველი ვარ მე ეს გურული ვარ რაღაცა კუთხეში დაყვება თუმცა ყველა ერთად გაერთიანებული მართლა ერთი კონკრეტული კუთხის მიმართ ეს უკვე ძალიან დიდი სიძლიერეა დაჭირდება გურია ჩვენც ყველას ანუ ამ შემთხვევაში რაჭა გვიხმობს და რაჭა უხმობს ყველას და ძალიან დიდი პატივია ჩემთვის მე მონაწილეობა მივიღო იმ კონცერტში სადაც პირველ რიგში რაჭას ეხება რაჭის მოფერებას ეხება ძალიან დიდი სიყვარული მაქვს რაჭის და რაჭველების მიმართ და მით უმეტეს იმ ხალხის თქვათ გარემოცვაში რაც ვინც იდგება სცენაზე და მარიამს რაც შეეხება რა თქმა უნდა ჩემთან ერთად ამ შემთხვევაში ცოტა მოკედლებულია მარიამი როგორც ნახევრად რაჭველი დედულეთში იქნება და ძალიან დიდი სიამოვნებით ვიმღერებთ და ველი ამ რიცხვს შევახსენოთ მაყურებელს ახლა იქნება წამყვანი კიდევ ერთხელ ლიზა ბაგრატიონი შევახსენოთ მაყურებელს რომ 7 აგვისტოს 7 საათზე ამბროლაურის სტადიონზე გაიმართება ეს გალა კონცერტი იქნება დაგვირგვინება ორდღიანი გრანდიოზული აღნიშნული ზამინაიდან გრანდიოზული თარიღი ამიტომ მოხდა ეს ორდღიანი და მამო ბუნებრივია წარმოუდგენელი იქნებოდა ეს ღონისძიება გვერდში დგომის გარეშე და მოდი ვახსენოთ ეს ხალხი ვინც ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოხატეს. უდიდესი მადლობა საქართველოს კულტურის სამინისტროს რომ არა ისინი ნამდვილად ძალიან რთული იქნებოდა ამ ღონისძიების ჩატარება. ჩეკინ ჯორჯიას ფარგლებში ხორცელდება. დიახ, ეს ღონისძიება მოთავსდა ჩეკინ ჯორჯიას ფარგლებში, რომ თქვენ ნახავთ და ჩამოსული მსმენელის და ტელემაყურებელიც ნახავს რა მასშტაბებზეა საუბარი. ეს არის მართლაც უპრეცედენტო ღონისძიება რაჭის ისტორიაში. ბოლოს მსგავსი აღნიშვნა ხალხმრავლობა რაჭას ახსოვს აკაკის ვიზიტის დროს. და აქედან გამომდინარე ყველანი ძალიან მოუთმევად ველოდებით, რა თქმა უნდა აქტიურად ვემზადებით. ასევე უდიდესი მადლობა მინდა უთხრა ქალაქ ამბროლაურის მერიას, მუნიციპალიტეტს, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულს ბატონ პაპუნას ისინი ძალიან მონდომებით ცდილობენ რომ ყველაფერი იყოს უზადო და ძალიან ლამაზი, მაგრამ რასაკვირველია ამ ორი დღით არ შემოვიფარგლებით, იმიტომ რომ ეს არის თარიღი, რომელსაც ღირსეული აღნიშვნა ჭირდება და სექტემბრის თვეში თბილისში გაიმართება როგორც ფოტოგამოფენა, ასევე იქნება რამოდენიმე კატალოგის პრეზენტაცია და ასევე იქნება ძალიან მასშტაბური კონფერენცია ნიკორწმინდისა და ზოგადად ნიკორწმინდის ეპარქიის ირგვლივ. ასე რომ შევეცდებით რომ მთელი წლის მანძილზე პატარ-პატარა ღონისძიებებით ჩვენს ასე ვთქვათ მთავარ ტაძარს ნიკორწმინდას მოვეფეროთ და მიუვოცოთ ეს იუბილე. რამდენადაც ვიცი, ეს ალბათ კიდე განსაკუთრებით გაახარეს რაჭელის ვინც იქ არის და ვინც ჩავარდა, მისი უწმინდესობა 4 აგვისტოს მობრძანდება რაჭაში და რამდენიმე დღე დარჩება რაჭაში. ამხელად დასასწაული იქნება ეს რაჭველები. ასე რომ ყველა რაჭველს ვისაც შეუძლია რა თქმა უნდა არა მარტო რაჭველს ამ დღეებში ველოდებით რაჭაში, ელოდება რაჭა, ელოდება ნიკორწმინდა და ერთად უნდა არ შეიძლება რომ არ აღნიშნოს რომ რატომ ნიკორწმინდა მის მოუწმინდესობა ბრძანა რომ აი ამ ღონისძიებებზე ხაზგასმული უნდა იყოს რომ ნიკორწმინდა როგორც ასეთი როგორც სოფელი და როგორც ეპარქია არის ერთადერთი მთელს ქვეყანაზე რომელიც ატარებს უშუალოდ წმინდა ნიკოლოზის სახელს, ანუ ნიკოლოზ წმინდა და რაღაც პერიოდის მანძილზე საქართველოსთვის ერთ-ერთი დიდი სიწმინდე წმინდა ნიკოლოზის წმინდა ძალიან დიდი წმინდა ნაწილი ინახებოდა ამ ტაძარში. ასე რომ განსაკუთრებული პატრონი არის საქართველოს ეკლესიისა, როგორც მისი უწმინდესობა ბრძანებს წმინდა ნიკოლოზი და თვითონ უშუალოდ ნიკორწმინდის ეპარქიის. დიდი მადლობა, მამაო, დიდი მადლობა ხალხო.
ბატონო თამარ და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ 6 აგვისტოს ნიკორწმინდის 1000 წლის იუბილე გრანდიოზულად აღინიშნება და ყველას ველოდებით ნიკორწმინდაში და ამბროლაურში რათა ეს დღეები ერთად აღნიშნოთ. მე შეგახსენებთ ძვირფასო ტელემაყურებლებო რომ დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ტელევიზია ერთსულოვნებისთვის და არა მხოლოდ ჩვენთვის არამედ მთელი ჩვენი ქალაქის